ისო დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ლაშა ბუღაძესთან ერთად. გამარჯობა. გამარჯობა. მოდიხართ. რაღაცა მარტო არ მოხვედი, გატყო. აი როგორც ხედავთ, თარო სანტა ესპერანსა და თავად მოვიდა, თავად მოგვიახლოვდა, თავად მოგიყვანა შენ. თუკი მუჰამედი არ მედის მთასთან, მთა თვითონ მოდის მუჰამედთან. აი ეს ის სანტა ესპერანსა. ეს ის შემთხვევაა, სანტა ესპერანსა არის ჩვენი სპონსორი, მოგეხსენებათ, წიგნის მაღაზია, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე. ლამაზი სახელი. კი ბატონო, მშვენიერია, ძალიან ლამაზი სახელებია და ძალიან კარგი წიგნებიც არის და კარგი თაროც არის. პირველ ყოვლისა აი ეს თარო არის ბავშვთა თარო, ასე და გადავანაწილეთ ეს გადავანაწილეთ, ეს არის ბავშვთა თარო, ეს არის კლასიკა და სიყმაწვილის რაობა, ეს თარო ეს არის. ეს არის ეს ჩემი თაროა, ეს არის არა, თოვლი ახლა დავინახე და თურქეთი და კულინარია მეზობლო და აქ არის კულინარია, კი ბატონო. ეს არის, ესე იგი, ფსიქოლოგია გნებავთ, ეროტიზმი მსუბუქი, გრეის 50 ელფერი, ეს რომანი, რომელსაც მართალი ამ თაროზე დევს, მაგრამ არა ჩემი არჩევანის ეგა. სხვადასხვა ლაშა გეტყვი რომ იყო ბესტსელერი და გადაიკითხა პლანეტის 90%-მა სხვადასხვა. კი, არა, გადაიკითხა პლანეტის ბზამ ბევრმა იმან და ვერაფრით ვერ ჩავიკითხე სამი გვერდით. ეს კი, არა, გენიალური მწერლებიც მყავს უკან აგერდა. ქვევითაც შესანიშნავი წიგნები, მაგალითად, ჩემი ყველაზე საყვარელი რომანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რომანი, რომელიც არის Mario Vargas Llosas, Deida Julia და Vaincerani. ამაზე ჩვენ რამდენი ვისაუბრეთ, რამდენი ვისაუბრეთ. კი ბატონო, ასე რომ შესანიშნავი თარო არის აქა. კარგი და წინდრა გიდევს. ეხლა ბაკუს სულაკაურის გამომცემლობას აქვს ასეთი სერია. კინო ბიბლიოთეკა. დიახ. კინო ბიბლიოთეკა. აი ეს ანუ კინო ბიბლიოთეკაში რა იგულისხმება? იგულისხმება ის რომანები, რის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი? რომლის ეკრანიზაციებიც არსებობს. აი ეს არის იან მარტელის ის ცხოვრება, რომელიც ოსკარის არაერთგზის დაჯილდოვდა დიდი წარმატებით 4 ოსკარი და ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ წავიკითხოთ კიდეც თარგმნელი კი გახლავთ თამარ ბაბუაძე ქართულად შეგვიძლია ეს შესანიშნავი რომანი წავიკითხოთ და შევადაროთ ეკრანიზაციას. ისე ხშირად ამბობენ რომ ნაწარმოები ბევრად კარგია ყოველთვის ვიდრე ეკრანიზაცია. ნუ იცი რა არის? გააჩნია მე მგონი მაინც ნაწარმოებს. იმედია დამეთანხმებით, იმიტომ რომ ზოგი ეკრანიზაცია არის ბევრად ასე ვთქვათ რაღაც ელემენტებს კარგავს წიგნისას. დიახ. თქვა თუ კი ვლაპარაკობთ ისეთ სერიოზულ და ისეთ წიგნებზე, მაგრამ ნუ ეს შემთხვევაა, როცა 4 ოსკარი თუ აიღო ლაშა ალბათ საერთოდ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას, მაგალითად მე ერთ კრიტიკოს დავესახები და არ მინდა ვიყო ამ კრიტიკოსი ვით კრიტიკული, მაგრამ ის ამბობს რომ პრინციპში თანამედროვე ამერიკულმა ლიტერატურამ გეზი აიღო სწორედ იმაზე რომ როდესაც წერალი წერს წიგნს, ის უკვე ფიქრობს რომ ეს წიგნი და გადაეცეს ჰოლივუდის პროდუქცია და ანუ მისი აზროვნება არის კინო აზროვნება, ანუ წელის აზროვნება ეს არის კინო აზროვნება. მე ცოტა ვეთანხმები, რასაკვირველია, მე ვეთანხმები ხა გააჩნია ამერიკელ მწერალსაც, გააჩნია თვითონ პროზაიკოსაც. ყველა ფიქრობს შემოსავალზე. ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოსავალია და ღიან მარტელი რომელიც შესანიშნავი მწერალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ნამდვილად დაწურებულია რომ ამის წერის დროს სადღაც ფიქრობდა რომ შესაძლოა ეს კარგად. დაინტერესდნენ ასე ვთქვათ პროდიუსერები ჰოლივუდიდან. მაგრამ ალბათ ხალხს სხვა არის უკვე ის ადამიანის ვინც წერს კონკრეტულად იმისათვის რომ ეს მოხდეს. კი, ბუნებრივია ახლა მაგალითად არსებობენ დიდი მწერლები და თქვათ იგივე ამერიკაზე როდესაც ვლაპარაკობთ რომ სწორედაც რომ ისე მარკესის სიტყვებს რომ დავესესხო, როდესაც ის ამბობდა რომ მე ისეთ ლიტერატურას ვწერ, რომელიც კინოდ არ გადაიღება, ანუ რთულია ამ ვიზუალი ამ ასე ვთქვათ მეტაფორა, ამ ალეგორიებს, ამ პოეტიკას მოუძებნო ვიზუალური ასე ვთქვათ შესატყვისი. თუმცა ფოლკლერი შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ, რომელიც ძალიან რთულია, რომ გადაიქცეს კინო ძალიან. თუმცა ფოლკლერი თვითონ სხვა შორის, ფოლკლერი რითი აკეთებდა, რითი შეუძლობდა ფულს. წერდა, მუშაობდა ჰოლივუდში სცენარისტად, ის წერდა დიალოგებს უილიამ ფოლკლერი, მაგრამ ნუ ძალიან იშვიათად მე არც მახსენდება ფოლკლერის რომელიმე რომანის ნაწარმოებები, რომელსაც მთელი ცხოვრება მესმის რომ უნდა გადაიღონ, უნდა გადაიღო. მაგრამ მე მეცადე რომ ერიღება. არის მაგალითად კინოეკრანიზაციები, რომლებმაც ყველაფერი იქნეს იმისათვის რომ მოეკლათ ლიტერატურული პირველწყარო. ანუ როდესაც ადამიანი უყურებს კინოდ გადაღებულ ამ რომანს, ხომ? მე აღარ უნდება, აღარ უჩნდება სულ ეს წიგნი წაიკითხოს. მაგალითად ნახე რომანის მიხედვით ერთი დასტაევსკი ნახე და რა წაგიკითხავს და რა მომწონია. იდიოტი ხო მაგალითად. იდენტურია ზუსტად უბრალოდ იქ ადამიანები საუბრობენ წიგნისანი და მასტრი მარგარიტა. ოსტატი და მარგარიტა.
ზუსტად მიყვება. ხო, ესე არის, მაგალითად ომი და მშვიდობის. რამდენი კინოეკრანიზაცია არსებობს ლევ ტოლსტოის შედევრი. ვერც ერთი ვერ არის ისეთი როგორი. უნებრივია ვერც მიუახლოვდება, იმიტომ რომ იქ ამ სტილის საოცარი მრავალგვაროვნება, ტოლსტოის დამაჯერებული. არის შემთხვევები, რომ კარგიც გამოდის კინოეკრანიზაცია ქართულ საქართველოში გვაქვს ეს მაგალითები დათა თუთაშხი idеალური მაგალითად ამის მაგალითია. შესანიშნავი ეკრანიზაცია. კი, კარგია, მაგრამ მაინც დათა თუთაშხია წიგნი, კი, შესანიშნავი მსახიობები და გადასარევი ფილმია ეხ სატელევიზიო, მაგრამ დათა თუთაშხიას აი ეს უცნაური სტილისტიკა, ეს უცნაური არაერთგვაროვნება რა ტექსტი გამოდის. ბევრი აღარ კითხულობს ხოლმე შემდეგ წიგნს და ამ დროს წიგში არის აი ეს სიჭრელე. ვთქვათ ფილმი და მე გეზარება უკვე. აი ეს ძალიან იგივე სამი მუშკეტერი იქნება, რომელი ერთი გავა. ეხლა არსებობს ისეთი გენიალური კინოეკრანიზაციები, როგორიც არის მაგალითად იგივე ვისკონტის სიკვდილი ვენეციაში, ხო, რომელსაც ეხლა ბევრი თაყვანისმელი წავს და მე ნანახი მაქვს კიდევაც. გეკნება გენაცვალებს, მსახიობიც იყავით თქვენ ერთ დროს. არის აუცილებელი რომ მსახიობი არა, თეატრალურ ინსტიტუტში ვინც აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში მელა ლექტორი ვინც შემოდგა ლექციაზე იწყებდა ბავშვებო თქვენ ნანახი გაქვთ ვისკონტის სიკვდილი ვენეციაში. გამონაკლისი ვარ არც ლექტორს არ ვთქვამ შემთთვის არ უკითხავს უბრალოდ. თუ თქვენ აცდენდით გაკვეთილებს თქვენ და სანტა ესპერანსას დაუბრუნდით. ყველაზე დარჩენებული მოსწავლე ვიყავი, ხა? სანტა ესპერანსას დაუბრუნდით. კარგი, სანტა ესპერანსა, ესე იგი იან მარტელი. სოფო გენაცვალი, ეს შაბაბარი, შემდეგ ხუთშაბათამდე. დიდი მადლობა. მე ასე მიმაქს ხოლმე ლაშა ჩემი გზამკვლევი ოკეანეში და მაძლევს ხოლმე და მირჩევს რა. კი ბატონო.